საღამო მშვიდობის. პირველ არხზე წარმოგიდგენთ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტს წიგნების თარო. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის მერვედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი Invictus და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი სამნიტანში. აი გამარჯობა ბიჭებო თქვენი როგორ ახართ? სალამი. როგორ გიკითხოთ? შვიდად. რა ხდება თქვენკენ ახალი? შვიდობა და სოლიდარობა. ძალიან კარგი. მზად ხართ თამაშისთვის, მზად ხართ გამარჯვებისთვის და მოგიწევთ ეს ყველაფერი დაამტკიცოთ აი ამ მაგიდებთან. მე წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. ორივე გუნდს უნდა მოიგოთ, რათა გადახვიდეთ მე-4-ფინალში და გააგრძელოთ ბრძოლა მთავარი პრიზისთვის, რომელიც ჩვენ შოუში ტრადიციულად გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. მოდი გავიცნოთ ჩვენი გუნდები, გავიცნოთ თითოეული მათგანი, თითოეული მოთამაშე და ვნახოთ ვიდეო რგოლები, რომლებშიც ისინი რაღაც ახალისო შეკითხვებს უპასუხებენ. პირველ რიგში ვნახოთ ვიდეო რგოლი Invictus-ის მონაწილეობით. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. დავიწყო. აბერტო და ანდრული ჩვენს ბადიში არ არიან, ბადის მეორე მხარეს არიან, მაგრამ მართლა ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან და კომპლექტებულნი. აბერტოში მე-10 სეზონის საუკეთესო მოთამაშე თამაშობს და ანდრულში მე-12 სეზონის სასკოლო სეზონებზე მოგულისმოდა და კარიერად ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ ესეც ფინალისტები არიან ერთ-ერთი მე-9 სტუდენტური სეზონის თორცდები. ჩემიაც არა კონკურენციის მნიშვნელობა. ყველა სიტუაციაში ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და რაც იქნება მე უკვე იქნება. დიდი სიმაღლით იქნება ალბათ დამძური ჩვენი მწვრთნელი, იმიტომ რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო, რადგანაც მან ძალიან ბევრ მომავალ ჯადოქარს გაუპირა გზა კონკურსში და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ცნობილია ჩვენთვის და მართლა ვისურვებდი ჩვენს მწვრთნელად მას. მე პოტერიადისკენ წავედი და ავირჩიე ჰერმიონ გრეინჯერი, იმიტომ რომ თავისი დისციპლინით და ცოდნით კარგ მიმართულებას მოგცემდა. სამივე გუნდის წევრს გვაქვს ამ ინტელექტუალურ თამაშების გამოცდილება თამაშის, მაგალითად რასად, როდესაც ჩემს დიდი პლუსია გუნდისთვის. და ასევე უნდა აღნიშნო ბლიცმეისტერი, ჩვენი ბლიცერი არის გუნდის დიდი პლუსი. ენა გიცერია? გუნდურობა დავწერე. ჩემი აზრით ჩვენი მთავარი პლუსი არის ილია, მისი სწრაფად აღებული კითხვები და არაჩვეულებრივი ბლიცები. ორივე გუნდმა კი მიდამწერა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც გუნდურობაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მარტო ერთი მოთამაშე ვერ გაკეთებს ვერაფერს. კაი, შენ გაამხნი. ანუ არარაციონალური იქნება, ეხლა ჩვენ ყველა კარტი რო გავუშალოთ და ვთქვათ, ეხლა ერთიანად რა არის ჩვენი სუსტ-წერტილები, ამიტომაც დავწერო ოპონენტებმა უნდა იფიქრონ ამ საკითხს. მართალია სამივეს გვაქვს გამოცდილება თაროში თამაშის, თუმცა ეს ამ შემადგენლობით პირველად ვარ და ჩემი აზრით ეს ცოტა ხელშეუხლებს. დოკუმენტური დავწერე, იმიტომ რომ შედარებით ახალი რა უნდა და ცოტა ვერ უწევ იმას. თან საჯარო წიგნების თაროზეც 6-დან 5 გავუმაზე. ეს 5 დოკუმენტური ვერ გამოიცარ. აპლოდისმენტები თავისუფალ უნივერსიტეტს და გუნდს Invictus. და ახლა ვნახოთ სამნიტანში. ჩემი აზრით მოთამაშის პირველი კონკურენტი თავისივე თავია, კერძოდ ვისგულისხმობ ჩანს. მე ვერაფერს ვერ დავამატებ. იმას რა უწევ? ყველა ვინ შეხვდება, იმიტომ რომ ამ სეზონში საკმაოდ ძლიერი მოძრაობები.
მას რა ქვია, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და ამიტომ უყურეთ ჯუმპას თამაშს. კეის. არ ვიცი, უდაოდ საუკეთესოები ჩემი აზრით. დაჩიც გეგაც უსოც ჩვენ ვარჯიშობთ ერთად და ხსენდომის ფუფუნება და ძალიან ძლიერები იყვნენ, ტელევიზორში კიდე არ ჩანდა, რამდენად ძლიერები იყვნენ ზოგადად. ნუ, ანა გავალდას შედევრი, ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ 35 კილო იმედზე, ოღონდ ცოტათი უფრო დიდები. მე როგორც მიყვარს ეს ორი ადამიანი, ეს არის ჩემი საყვარელი წიგნი და ესე მიყვარს ეს ორი ადამიანიც. მაგრამ ცოტა რაღაც ხოვილის ფერმასაც გავართ. მე დავემატებდი ბერიშას, იმიტომ რომ ჩვენ ქვემოქმედი გუნდი ვართ და ვეხმარებით ახალგაზრდებს იმაში თავის პლანში და რეალიზაციაში. ბერიშა ჩვენ ძალიან გვიყვარს, ძალიან. და გუნდში ბერიშა და 1-2 ვალერიანი ძალიან დავხატავთ. აპლოდისმენტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს სამნი ტანკში. სანამ თამაშზე გადავიდოდეთ, მოდით შეგახსენებთ მოთამაშეებსაც, გულშემატკივრებსაც და მაყურებლებსაც, რომ წიგნების ტაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების ტაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის, იცხოვრე სრულყოფილად და წიგნების ტაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. დავიწყოთ მეგობრებო თამაში. დავიწყოთ თამაში წიგნების ტარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. დაასახელეთ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი პერსონაჟი, რომელიც არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ კინოშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ავტორმა პერსონაჟს 4 ტექსტი მიუძღვნა. თუმცა მათგან ყველაზე ცნობილი 80-იანების მიწურულს შექმნილი ნაწარმოებია. პერსონაჟი გამორჩეულია საკუთარი ინტელექტით. იყოს ჰანიბალ ლექტერი. ჰანიბალ ლექტერი. ინტელექტითაა გამორჩეული. კიდე რაღაცეებითაც პრინციპში, ხო? კაცი ჯამიობთ პირდაპირ ასე შეგვიძლია ვთქვათ ლუკა. ეს არის ჰანიბალ ლექტერი, ეს ორი პასუხია. ეს არის პირველი ნაბიჯი ინვიქტუსის მხრიდან მერვედ ფინალში და წარმატებული აღმოჩნდა ეს ნაბიჯი 3 ქულა მოუტანა თავისუფალ უნივერსიტეტს და 3-0 ხდება შესაბამისად ანგარიში. გავაგრძელოთ თამაში. მეორე რაუნდი. ციტატა. ახალგაზრდა კაცმა თითებით გასინჯა ეს სიმბოლური ნივთი, რომელიც ლითონივით ძნელი მოსადრეკი იყო. ბებერმა სოვდაგარმა სანათური უკანვე დადგა სვეტზე და ყმაწველს ცივი ირონიით შეხედა. თითქო უნდა ეთქვა, ახლა აღარ ფიქრობს თავის მოკლასო. შაგრენის ტყავი? შაგრენის ტყავი? ან თავის მოკლას ცდილობს. შეათანხმე გუნდებთან, ვიტომ? არა. აღიარე. საკითხული მაგ და მე. ნახო. საკითხული. ეს არის შაგრენის ტყავი, ეს ორი პასუხია ნამდვილად. აი ვიცით რა, აი ვიცით. ონორე დე ბალზაკის წიგნი შაგრენის ტყავი და მართლაც სწორედ ამ ჯადოსნურ ნივთზე იყო საუბარი, რომელსაც მთავარი გმირი აღმოაჩენს, აი ამ სოვდაგართან, რომელთანაც მივა. ეს სწორი პასუხია, ეს 3 ქულა ქუთაისის მხარეს და 3-3 ხდება შედეგად ანგარიში. გავაგრძელოთ ჩვენი თამაში. მესამე რაუნდი. დოკუმენტური. თქვენ უნდა გამოიცნოთ მე-20 საუკუნის შუაში დაწერილი ნაწარმოები. ტექსტი ავტორისთვის ერთ-ერთი ბოლოა და ბევრის აზრით მის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს. ნაწარმოებს გარკვეული კრიტიკაც შეხვდა. რისი ერთ-ერთი მიზეზიც შესაძლოა ტრადიციულ თეოლოგიურ შეხედულებებთან დაპირისპირება იყოს. თავად ავტორიც წიგნს შხამს უწოდებდა, თუმცა მისი დაწერა აუცილებლად მიაჩნდა.
ნაწარმოებში სიღრმისეულადაა განხილული ერთ-ერთი ძალზე ცნობილი პასაჟი. ავტორი მას გარდამტეხად მიიჩნევს, რადგან მასში პირველად ვხვდებით ღვთიური სამართლის კრიტიკას და ამასთან ნაჩვენებია ღმერთის ორ ბუნებოვნებაც. ავტორი თავისი პროფესიიდან გამომდინარე ამბის ფსიქოლოგიურ ანალიზზე კონცენტრირდება. აბა სამნი ტანკში. არ ვიცი, ანტიქრისტე? ანტიქრისტე. ეს არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ. ეს არ არის სწორი პასუხი. და დავასრულებ შეკითხვას ინვექტუსისთვის. ფსიქოლოგიურ ანალიზზე კონცენტრირდება. გამოსაცნობ ტექსტში კი ის თავისივე თქმით სრულიად უმიზეზოდ წამებული გმირის მხარეს ირჩევს. არ ჩანს 30 წამი გაქვს ფიქრისთვის. უმიზეზოდ წამებული გმირი ვინა წამსკიდები სამი 2 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება სპეციალურად თავისუფალი უნივერსიტეტისთვის. გამოსაცნობი ნაწარმოები ცნობილ შვეიცარიელ ფსიქოლოგს ეკუთვნის და 1954 წელს გამოიცა. ტექსტში ის დეტალურად იკვლევს პასაჟს, რომლის მიხედვითაც ღმერთმა ეშმაკს თავისი გამორჩეული მიმდევრისთვის ყველაფრის წართმევის უფლება მისცა. ამ ბიბლიური გმირის სახელი კი ტექსტის სათაურშიცაა ნახსენები. 3 2 ისმენთ? ეს უნდა იყოს იუნგის რომელიღაც წიგნი და სათაური ზუსტად არ ვიცით, იყოს იობი, უბრალოდ. იობი. იუნგის რომელიღაც წიგნია ეს? შესაძლოა. ხო არ დააზუსტებთ? იობის წიგნი. იობის წიგნი. იობის წიგნი. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. დასანანია, იმიტომ რომ სწორი ხარ, ლუკა, ყველაფერი სწორად თქვი. ეს არის კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომი, ცნობილი ტექსტი, რომელშიც ფიგურირებს იობის თემა და მას ქვია პასუხი იობს. პასუხი იობს. ახლოს იყავით, მაგრამ რა გაეწყობა? ვერ გაჟღერდა პასუხი ბოლომდე. ანგარიში არ შეცვლილა შედეგად და გადავდივართ შემდეგ რაუნდში. მეოთხე რაუნდი სხვადასხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ქალაქი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ის მე-8 საუკუნეში დაარსდა. ხოლო მე-9 საუკუნისთვის როგორც ვაჭრობის, ისე ქრისტიანობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. დღესდღეობით გამოსაცნობი ქალაქი ევროპული სახელმწიფოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 570,000 ადამიანს შეადგენს. რითაც ქვეყანაში მე-11 ადგილს იკავებს. ქალაქის იდენტობასა და მის ვიზუალურ იერსახეზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჰანზას კავშირის წევრობამ. ნომინალურად ის დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა საღვთო რომის იმპერიას, თუმცა ფაქტობრივად თავისუფალ ქალაქად რჩებოდა. რაც შეეხება ლიტერატურას, გამოსაცნობ ტოპონიმზე აუცილებლად გაგახსენდებათ რამდენიმე ცხოველი. რა გაგვახსენდება? ძაღლი, კატა, მამალი, ვირი. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. ეს არის ბრემენელი მუსიკოსები, მოგეხსენებათ. ცნობილი ზღაპრული სიუჟეტია, რომელიც ყველაზე ცნობილი ფორმით გადმოგვცეს გრიმებმა და სწორედ ბრემენში ვითარდება მოვლენები ამ შემთხვევაშიც. ბრემენში დღესაც ძალიან ბევრგან წააწყდებით მათ ძეგლებს, ხო? იმიტომ რომ ამით სახელგანთქმულია ეს ქალაქი მსოფლიოში. 6-3 ხდება ანგარიში, წინ გადის ინვიქტუსი მეოთხე რაუნდის შემდეგ და გავაგრძელოთ მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კრიტიკოსები ტექსტს ხშირად ჩვეულებრივი ცხოვრების კომპლექსური დეტალებისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს კარგად წარმოჩენის გამო აქებენ. შესამჩნევია მსგავსება წიგნის მთავარ გმირსა და ავტორს შორის, რომელიც დენვერის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ამჟამად კლასიკად მიიჩნევა, მან ავტორის სიცოცხლეში განსაკუთრებული ცნობადობის მოპოვება ვერ მოახერხა. ტექსტი მიუყვება მთელ ცხოვრებას მთავარი გმირისა, რომლის გვარი ნაწარმოების სათაურიდანაც ნათელია. ის ფერმერების ოჯახში იზრდება, თუმცა მისურის უნივერსიტეტში სწავლისას ლიტერატურა გაიტაცებს და იქ პროფესორად დარჩენას გადაწყვეტს. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. სამი 2 1 დაგვჭა ეს რაუნდი უკულოდ შესაბამისად თამაში მდგომარეობა არ იცვლება ამ შეკითხვაზე კი სწორი პასუხია სტოუნერი ჯონ უილიამსის სტოუნერი უნდა დაგვესახელებინა არ იყო მარტივი შეკითხვა ვაღიაროთ ამიტომ გულსაც ნუ დაიწყეთ მეექვსე რაუნდი ასოციაცია ოჯახი გაჭირვება უსამართლობა მძიმე ჯაფა შვილები სოფელი მწირი უთანასწორობა ქათამი ვერცხი აბა რა ხდება ტრაგედია უგმიროთ ესეთი გმირი ბიჭი შვილები უსამართლობა და რაღაცები კი მწირი ეს არ არის სამწუხაროდ ეს არ არის პასუხი ვაგზელებ შეკითხვას ინვიქტუსისთვის ყურადღებით ლუკმა მენახშირე პოლიცია ქვრივი მაწვნის ქილები ვერსია არის იყოს მაგდანას ლურჯა ოჯახი უთანასწორობა და შველელად აღმოჩენილი ლურჯა ეს ორი პასუხია ეს არის მაგდანას ლურჯა ნამდვილად ეკატერინე გაბაშვილის ცნობილი ნაწარმოები მაწვნის ქილებით შემდეგ მაწვანს ყიდიან ხო ამ ლურჯათი მიაქვთ მაწვანი ქალაქში ეს სამი ქულა ინვიქტუსის მხარეს და 9-3 ხდება ანგარიში შედეგად 6 ქულით გადის წინ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გავაგზავნოთ თამაში მეშვიდე რაუნდი ავტორი თქვენ მიერ გამოსაცნობი ავტორი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. მისი ტექსტები გამორჩეული სტილისაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. საინტერესოა რომ მწერალმა განათლება ენერგეტიკის სფეროში მიიღო, თუმცა მალევე გადაერთო ლიტერატურაზე. 80-იანი წლების მიწურულს ის ერთ-ერთ ჟურნალში აღმოსავლურ მისტიციზმზე აქვეყნებდა სტატიებს. აღსანიშნავია, რომ გამოსაცნობი ავტორი არ სარგებლობს სოციალური ქსელებით და საზოგადოებაშიც იშვიათად ჩნდება. ავტორის ნაწარმოებები გამოირჩევა პოსტმოდერნიზმის, სიურრეალიზმისა და სატირული ელემენტების შერწყმით. ხშირადაა წაშლილი ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის. გატაცებულია აზიური კულტურით. პელევინი. ვიქტორ პელევინი. უეჭ. ბუდიზმი, სოციალურ ქსელს არ იყენებს, ელექტროინჟინერიაზე სწავლობდა, მიმგონი. კიდევ რა ვიცით მის შესახებ? აი კაცი. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ეს ორი პასუხია, ეს არის
ელევინი და ეს არის სამი ქულა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის აქტივში. 9-6 ხდება ანგარიში 3 ქულამდე ამცირებს სხვაობას კი გავაგრძელოთ თამაში, მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს სამი ტანკში? მზის იმპერია. მზის იმპერია. ეს არ არის. ეს არ არის სწორი პასუხი და აგრძელებს ყურებას ინვიქტუსი. ვერსია არ ჩანს 30 წამი აქვს თავისუფალ უნივერსიტეტს. სამი 2 აი ვერსიის დონეზე კაცი მღალყოს ვერსიის დონეზე ბატონო ვერსიის დონეზე ხო რა მეტი არაფერი არ მომფიქრდა ამერიკა არის იაპონიის მას ქვეშ რა ქვია მფლობელობაში და იქ კიდე ნაცისტები თავის გეგმებს ახორციელებენ ეს რა თქმა უნდა არის კაცი მაღალკოშკი მეგობრებო არა მხოლოდ ვერსიის დონეზე არამედ სწორი პასუხის დონეზეც და 2 ქულის დონეზეც, რომელიც თქვენ აქტივში მიდის. 11-6 ხდება ანგარიში, 5 ქულით გადის წინ ინვიქტუსი. გამოიცნეს რა ძალიან ცნობილი ნაწარმოები ფილიპ დიკის კაცი მაღალ კოშკში. 1 რაუნდი გრჩება სათამაშო, სადაც შეგვიძლია 3 ქულა მოვიპოვოთ ერთბაშად, ამიტომ მოიკრიბეთ ძალები. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გამოიცანით მე-20 საუკუნის მიწურულს დაწერილი ნაწარმოები, რომელიც ავტორის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ტექსტმა ძალზე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ადაპტირდა თეატრში და 2007 წელს მისი ეკრანიზაციაც გადაიღეს. თუმცა გამოცემიდან ცოტა ხანში ნაწარმოების შინაარსის გამო ავტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საინტერესოა რომ შემდგომში წიგნი განსხვავებული სათაურებითაც გამოიცა. 99 ფრანკი და გამოიცა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ერთეულში. გამოიცა ექვივალენტებით და შემდეგ უკვე ევროზეც გადაათამაშეს, როდესაც ევრო შემოვიდა საფრანგეთში. ეს არის 99 ფრანკი. ფრედერიკ ბეგბედერის ბესტსელერი გამოიცნო ამჯერად ქუთაისმა. და ანგარიში შესაბამისად ხდება 11-9 2 ქულამდე მცირდება სხვაობა გუნდებს შორის 11-9 რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ ახლა გადავდივართ ქართულ ეტაპზე მოიკრიბეთ ძალები კიდევ ერთხელ გიმეორებთ ციგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP საქართველოს ფარმაციის ლიდერი ციგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. ციგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. პირველი ქართული რაუნდი ისტორია. დაასახელეთ მე-19 საუკუნეში დაბადებული საზოგადო მოღვაწე.
რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ ითვლება. საქართველოსა და რუსეთში სწავლის შემდგომ მან ციურიხში დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. ციურიხში რომ სწავლობდა, ეს გახსოვდა? კი. მაშინ აპლოდისმენტები, ეს არის ნიკო ნიკოლაძე, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ბრწყინვალე ქართველი მოაზროვნე, მოღვაწე, არაერთი ინოვაციური იდეის ავტორი და მოკლედ დიდებული ადამიანი და ორი ქულის მომტანიც, ესაც მიემატა მის ბიოგრაფიას უკვე პოსტმორტემ, ორი ქულის მომტანი ინვიქტუსისთვის. ანგარიში ხდება 13-9, მეორე ქართული რაუნდი. გეოგრაფია. დაასახელეთ დასავლეთ საქართველოში მდებარე ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანიდან იყო დასახლებული. საინტერესოა, რომ მისი თანამედროვე სახელწოდება ძველი ქართული სახელის თურქიზებული ფორმაა. კიდევ უფრო ადრე კი ამ ტერიტორიაზე ბერძენი ვაჭრების მიერ დაარსებული ქალაქი იყო. გამოსაცნობი ტოპონიმი ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია და 2018 წლის მონაცემებით 70,000-მდე მაცხოვრებელი ჰყავს. 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებამდე. აბა გისმენთ? სოხუმი. სოხუმი. არა. თურქიზებული ფორმა. თურქიზებული. და ერქვა ადრე აბა. დიოსკურია. ოღონდ ბერძნულ. შემდგომ? მერე ცხუმი. ყველა კითხვაზე სწორი პასუხია. ეს არის სოხუმი. ნამდვილად. სოხუმია ეს ქალაქი და 13-11 ხდება ანგარიში, აღადგინეს ორქულიანი სხვაობა ტანკებმა და გადავდივართ შემდეგ რაუნდზე. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. გამოიცანით ხელოვანი, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადა. თავისი პირველი ნამუშევრები 18 წლის ასაკში გამოაქვეყნა და შემდგომში აქტიურად შეუდგა მოღვაწეობას. 1916 წელს იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების თანადამაარსებელი. რამდენიმე წლით სწავლობდა პარიზშიც. ხატვის შემოქმედებაზე შეიმჩნევა ევროპული მოდერნიზმის გავლენა და მისი ნახატები, როგორც წესი, ფერებით მდიდარია. მათზე ხშირადაა ასახული ქართული კულტურის ელემენტები და ეპიზოდები საქართველოს ისტორიიდან. საინტერესოა გამოსაცნობი მხატვრის პორტრეტებიც, რომლებიც ერთი ძალზე სახასიათო დეტალით გამოირჩევა. ყურები რა გუდიაშვილის ნახატებზე და გუდიაშვილი იყოს, რავი. გუდიაშვილი. ხო. და რატო? ყურები არ არის მაგის ნახატებზე დახატული და მაგით. ყურები არ აქვს დახატული ადამიანებს მის პორტრეტებზე. ფერებიც ეს სწორი პასუხია ილია, ეს არის ლადო გუდიაშვილი. დეტალიც აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, ყურებს არ უხატავდა ის როგორც წესი თავის პერსონაჟებს და ამით არის გამორჩეული დღემდე ამოიცნობენ ხოლმე ამით. გუდიაშვილის ხელწერას ორი ქულა ემატება აქტივში ინვიქტუს. გადავდივართ ზოგად რაუნდებზე, ამგვარად და ხელოვნების რაუნდზე ვითამაშოთ. დაასახელეთ კოლექტივი, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა. მათ უდიდეს წარმატებასა და პოპულარობაზე მეტყველებს 80 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი. გრემის 6 პრიზი და სხვა. ჯგუფი თავდაპირველად ლოს-ანჯელესის კლუბებში უკრავდა. ბენდი გამორჩეულია თავისი ენერგიული ლაივ პერფორმანსებით. მათი შემოქმედება აერთიანებს როკის სხვადასხვა განხრების და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს. დროთა განმავლობაში ბენდის შემადგენლობა არაერთ გზის შეიცვალა. მაგალითად, კოლექტივი ორჯერ დატოვა გიტარისტმა, თუმცა ორივეჯერ დაბრუნდა. დასასრულს გეტყვით, რომ ბენდს დღესდღეობით 13 ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილია Mother's Milk, By the Way, Californication, Red Hot Chili Peppers, RHCP, ეს არის Red Hot Chili Peppers-ი, რა თქმა უნდა.
ეს სწორი პასუხია, ჯონ ფრუშიანტეზე იყო იქ საუბარი და ასე შემდეგ. ეს ორი ქულა ტანკების მხარეს და ლუკა დემეტრე მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი მეცნიერება. თქვენ უნდა დაასახელოთ ერთგვარი კონდიცია, რომელიც ძალზე საინტერესო და ერთი შეხედვით უცნაურიცაა. მიუხედავად ტერმინის პოპულარობისა, ამ საკითხზე არც თუ ბევრი კვლევა არსებობს და არც მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოშია შესული. FBI-ის მონაცემებით კი ის შესაბამის გარემოებებში მოხვედრილთა მხოლოდ 8%-შია შესამჩნევი. კონდიციის განვითარებაზე საუბრისას ხშირად სახელდება სიკეთის მცირე გამოვლინებები, სიახლოვის შედეგად ჩამოყალიბებული ემოციური დამოკიდებულება და სხვა. რაც შეეხება სახელწოდებას, იგი უკავშირდება ბანკის ძარცვის შემთხვევას, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არის სტოკჰოლმის სინდრომი, ეს სწორი პასუხია. სტოკჰოლმის სინდრომი ხშირად ემართებათ მძევლებს საკუთარი დამტყვევებლის მიმართ, სიმპათიები უჩნდებათ ხოლმე და ასეთი უცნაური ფსიქოლოგიური მოვლენაა. ეს არის ორი ქულა ინვიქტუსისკენ, 17-13 ხდება ანგარიში და სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხდებს. ილია, ლუკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. დაასახელეთ მე-20 საუკუნის მიწურულს დაბადებული სპორტსმენი, რომელიც ძალიან წარმატებულია საკუთარ დისციპლინაში. საინტერესოა, რომ ის ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა და სხვა სპორტზე მოგვიანებით გადაერთო. პროფესიონალური კარიერის სტარტზე გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა დიდი 10-ის გამარჯვებული. მორაგბე გამორჩეულია საკუთარი სისწრაფითა და დამაგვირგვინებელი უნარებით. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2020 წელს ესპანეთთან შედგა და ლელოთიც გამოიჩინა თავი. შედეგიანობა შემდგომშიც განაგრძო და ამ ეტაპზე გამოსაცნობი 14 ნომერი უკვე საქართველოს ნაკრები აბჟანდაძეა მე მგონი. აბჟანდაძე. ეს არ არის სწორი პასუხი ილია. ეს არ არის სწორი პასუხი და დავასრულებ შეკითხვას ლუკასთვის. საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვეა ტაბუცაძე. ეს არის ტაბუცაძე, ეს სწორი პასუხია. ეს არის აკაკი ტაბუცაძე. 17-15 ხდება ანგარიში და ბლიცის მოთამაშეებს ველი მაგიდებთან. ილია და დემეტრე ითამაშებენ ბლიცს. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ილია, პირველი შენთან უნდა ვითამაშო. მზად ხარ ამისთვის? დიახ. დავიწყოთ ბლიცი ილიასთან. დავიწყოთ. სადავრი მწერალია ჯორჯ მარტინი. ამერიკელი. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა აივენჰო? მე-19. სწორედ დაასრულეთ თავსაკაცი ავის მოუჩემი. სწორედ კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის თორი? მარველი. სწორედ რომელი წელის ნამდვილი სახელი ავრორა დიუპენი? ჯორჯთაუნი. სწორედ ორველთა როგორი შიფრება ინგსოცი? ინგლისური სოციალიზმი. სწორედ რომელი წიგნის გმირია მიხაილ რაკიტინი? ეს არ ვიცი. ძმები კარამაზოვები, ჯეფ ლონდონის წინაფართა? ზახილი. სწორედ ფამუქის რომელ წიგში გვხვდება კა? თოვლი. სწორედ რომელი ქუჩის ძაღლები აკამოწ? სწორედ სადავრი ჯადოქარი აგვისტის, სწორედ შექსპირთან რა ქვია პოლონიუსის ქალიშვილს? ოფელია. სწორედ სადავრი მითოლოგიაში ხვდები თანატოს? ბერძნული. სწორედ რაენას დაიწერა ფორსაიტების საგა? სწორედ დონდა დუმბაძის ბზიანი? სწორედ ტოლკითა რა არსებაა სმაუგი? ეს დრაკონი. სწორედ ვის წიგნია სალამის სევდავ? საგანი. სწორედ სადავრი ავტორია ნორა იქსტენა? ლატვია. სწორედ ვის შემოდგომას ხვდებით მარკეს? სწორედ დიდოსტაც მარჯვანაში რა ქვია ყველის ციხის ერისთავს? ისა თალაგვა. გირშელი ვის მკვლელობას ხვდებით მურაკამის წიგნის სათაურში? ისა არ ვიცი. კომანდორის რომელ გამოგონილ პლანეტას ხვდებით სასაკლაო ხუთში? ტრაფამადორი. სწორედ ვის პიესა ოიდიპოს მეფე? სოფოკლე. სწორედ რომელ ქალაქში მიმდინარეობს გოლემის მოქმედება? პრაღა. სწორედ ვინ დაწერა მაიკლ კეის ცხოვრება და დროება? სწორედ ვის პერსონაჟია ლენის მოლი? ეს არის სტაინბეკი. სწორედ ბახტრონში ვინ ანთებს სანთლებს ხატებისთვის? სანათა. სწორია, დრო ამოიწურა.
არ დაუკარგავს ფორმა და საკმაოდ რთულ ბლიცში 24 სწორი პასუხი დააგროვა ილია შარმანაშვილმა. 24 სწორი პასუხი. მე კი ვინაცვლებ დემეტრესკენ, რომელიც ასევე მშვენიერი ბლიცერია და ახლა ეცდება ამის ჩვენებას. ზათხარ? საბა. დავიწყოთ ბლიცი დემეტრესთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია ჯოან როულინგი. ინგლისელი. სწორია, რომელ საუკუნეში დაიწერა განძის კუნძული? მე 19. სწორია, დაასრულა ჯობს სიცოცხლეს ნაძრახი. სწორია, კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის აკვამენი? სწორია, რომელ წელს ნამდვილი სახელია მერიენ ევანსი? სტენდალი. ჯორჯ ელიოტის ორვალთა როგორ იჩფრება აზრპოლი? შემდეგი. აზრის პოლიცია, რომელიც წიგნის გმირა პარფენ როგოჟინი? შემდეგი. იდიოტი ჯეკ ლონდონის თეთრი? სწორია, ფამუქის რომელ წიგნში გვხვდებიან ფუსუნი და ქემალი? შემდეგი. უმანკოების მუზეუმი, როგორია ზურმუხტი აკამორჩილოვის სწორია, რის ღმერთი არ უნდა ტიროის წიგნის სათაურში სწორია, შექსპირთან რა ქვია გერტრუდას ვაშს? ლაით. ჰამლეტის სადორი მითოლოგიაში ვხვდებით ანუბის? ეგვიპტო. სწორია, რაინაის დაიწერა დაკარგული დროის ძიებაში? ინგლისურ. ფრანგულ ნოდარ დუმბაძის მარადისობის? კან. სწორია, ტოლკინთან რა არსება სემ გემჯი? არ ვიცი. ჰობიტი ვის წიგნია ოქროს რვეული? შემდეგი. ლესინგის სადორი ავტორია სამანტა შვებლინი? არგენტინელი ვის ნადიმს ვხვდებით ლიოსას წიგნის სათაურში? სწორედ გილოსას მარჯვანაში რა ქვია კვეტარის ერისთავს? შემდეგი. თალაგვა რაზნადირობას ვხვდებით მურაკამის წიგნის სათაურში? სხვაზე. სწორია, რომელ გამოგონილ პლანეტას ვხვდებით წვდიადის მარცხენა ხელში? გეთენი. სწორია, ვისი პიესაა მინჯაჭული პრომეთე? შემდეგი. ესქილეს დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა, დემეტრემ დააგროვა 12 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს. ძალიან ავიჭერ. საბოლოოდ ძალიან თანაბრად მიდიოდა მთელი თამაში, ორივე გუნდს ყოჩაღ და ბრავო და პატივისცემა, თუმცა საბოლოოდ ანგარიშით 41-27 მეოთხე ფინალში გადადის ინვიქტუს თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. წინვალე გამარჯვებით იბევებს ადგილს მეოთხე ფინალში და ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ შემდეგ თამაშში, წინ გელით მნიშვნელოვანი ბრძოლა და აბა თქვენიც. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ინვიქტუს. მოდით ხურვალი აპლოდისმენტებით დავემშვიდობოთ სეზონიდან გუნდ სამნი ტანკში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. შესანიშნავი გუნდია, კარგად ვიცნობ და კარგად იცის მაყურებელმა. დღეს ვერ ვიტყვი თამაში არ წაგივიდათ, მეთქი მიდიოდა თამაში, მაგრამ ცოტა კიდე მეტი იყო საჭირო იმისთვის, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა, სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა. აპლოდისმენტები ბიჭებს. მე დაგემშვიდობებით. ჩვენ ერთმანეთს წიგნების თაროში შევხვდებით, თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. An ban gan don train ara gwafzili